ამ ქალმა $13 ბეჭედი იყიდა და 30 წლის შემდეგ მიხვდა, რომ მილიონერი იყო. დებრა საკმაოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის საჩუქარი ეყიდა. ამიტომაც ლონდონში ის ძველი ნივთების ერთ-ერთ ბაზრობას ეწვია. რადგანაც ფული ძალიან ცოტა ჰქონდა, არჩევანი შეაჩერა ერთ ბეჭედზე, რომელსაც გამყიდველი სულ რაღაც $13 ყიდა. ბეჭედი დასრული და დაზიანებული იყო. თუმცა დებრას რადგანაც მეტი ფული არ ჰქონდა, ის იყიდა. გავიდა მთელი 30 წელი, თუმცა დებრას ის ბეჭედი იმდენად შეუყვარდა, რომ მუდამ თითზე ეკეთა. ერთ დღესაც, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მას უცნობი მამაკაცი აედევნა და ბეჭდის წართმევას სცადა. დებრამ მთელი ძალით იყვირა და გაქცევა მოახერხა. ამ შემთხვევაში ის დააფიქრა, თუ რა იყო ამ ბეჭედში განსაკუთრებული. ჯერ თვითონ მოიხსნა და დააკვირდა, ხოლო მეორე დღეს იუველირთან წაიღო. როგორც აღმოჩნდა, ბეჭედს მე-19 საუკუნეში დაკარგული უზარმაზარი ბრილიანტი ჰქონდა. არა და 30 წლის წინ გამყიდველს ის ჩვეულებრივი პლასტმასი ეგონა. დებრა დაუკავშირდა შესაბამის კომპანიას და მათ ბეჭედი აუქციონზე გაიტანეს, სადაც $1 მილიონ გაიყიდა. ისე როგორია 30 წლის განმავლობაში ხელით $1 მილიონ დაგაქვს, მაგრამ ეს არ იცი.